დროება კვლავ ეთერშია 10,000 მამული თვეში. მამული, რომელსაც ოკეანის გაღმა შეიძლება თითი დაადო. ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ნიუ-იორკში საკუთარი და სხვა ემიგრანტების ნოსტალგია შეემსუბუქებინა და ერთ მშვენიერ დღეს ამერიკულ სტამბაში უცნაური შრიფტით დაკაბადონებული გაზეთი მიიტანა. გაზეთის სახელად მამული. მანუჩარ კაჭახიძე მის საკუთარი სახსრებითა და საკუთარი ხელებით შექმნა. ამით ემიგრანტების სამშობლოს დააახლოვა. ახლა ქართული პრესა ამერიკაში 4 წელს ითვლის. თია ადეიშვილი დაინტერესდა, რა ემოციადებს უბრალო ქართული ნაბეჭდიასოების მიღმა ამერიკულ მამულში. ორი დრო, ორი დროშა, ორი პრეზიდენტი და ერთი გზა. ასეთია ერთი ემიგრანტის ამერიკული ცხოვრება თბილისის დროით. ქართული ატრიბუტებით და სიმღერით მშობლიურ ქალაქზე. ერთი დეტალიც კი არ არის ისეთი ამ ქვეყანაში, რომელიც შენს ქვეყანას მოგაგონებს. როცა ქვეყანასთან მშობლიური არ გაკავშირებს, როცა ამაგით არ აქვს ამ ქვეყანაში. ეს ვიცი ისტორია, რომ ამ ხიდის შეღებაში 300 ტონას აღებავი იხარჯება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ღებავი. 300 ტონას აღებავი. ბრუკლინის ხიდიდან მანჰეტენზე თვალუწვდენელ სათამბჯენებსა და ხმაურიან მეგაპოლისში გადის. ახლა ამერიკის ისტორია და აწმყო მისთვის გაცილებით მარტივი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჯორჯია რიგითი ამერიკელისთვის. ფიქრობს, წერს, გეგმავს და ოცნებობს. შტატები 27 წლის ქუთაისელი ჟურნალისტის მანუჩარ კაჭახიძის დროებითი არჩევანია. ქვეყანა, რომელიც იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე ქუთაისის ოქროს ჩარდახში ამოსული 100-წლოვანი მუხა. ოკეანის გაღმა ქართული გაზეთის გამოცემაც სწორედ საქართველოს და ქართველების სიყვარულმა გადააწყვეტინა. ქართული სიტყვის გარეშე დარჩა. აქაური ემიგრაცია, რომ დავინახე, რომ ეკლესიაში ბავშვი, ქართველი ბავშვი ინგლისურად ეუბნება ნიკა come here. მაშინ მივხვდი, რომ გაზეთი აუცილებელი იყო რაღაც სისხლის ფასადაც, უამრავი ძალების ფასადაც გაზეთს რაღაცა ფორმით უნდა იარსება და ამიტომ იყო, რომ ეს გაზეთი მამული წამოვიწყეთ. ათი ცალი მამული თვეში ერთხელ გამოდის. ბოლო ნომერს მანუჩარი ნიუ-იორკის ქართულ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ჩუქნის. მათთვის მშობლიურ ენაზე ამერიკაში დაბეჭდილი ერთადერთი ქართული გაზეთი ნოსტალგიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. აი, თითის დადება საქართველოს ეხები თქოს რაღაც. ამ ხელა მანძილს. რას ნიშნავდა ნოსტალგიასთან ბრძოლას? ბუნებრივია ის არის, რომ დებს ყველგან სანდღაც შეხო დაინახო, მამული, აიღო, წამოიღო. ხაყიდვა რა არის, ხო ახლა ის 25 წელი, მაგრამ ის რომ აი გეხოცება თითქოს, ვიცი, წამიგითხე. ქართული წირვალოცვა ნიუ-იორკის კათოლიკური სასწავლებლის შენობაში ისმის. აქ ჩამოსული ქართველების საყვარელი თავშეყრის ადგილიც სწორედ ეს ეკლესიაა. მამა ალექსანდრეს მრევლში ქართველების გარდა მართლმადიდებელი ამერიკელები და ჩინელებიც კი არიან. ყველა მათგანი აღსარების საიდუმლოებას ქართველ მამაოს ანდობს. მათ შორის მამულის რედაქტორიცაა, რომელსაც სხვა ქართველებივით უყვარს და აინატრება. თუმცა ცდილობს, რომ საკუთარ ოჯახებთან და ქვეყანასთან განშორების მძიმე ეტაპი სხვა ქართველებს გადაატანინოს. მომრავი ხალხი გვირეკავდა და წერდა, რომ აი მეტროში წავიკითხეთ გაზეთი სამსახურიდან მომდიოდა, მეტროში წავიკითხეთ გაზეთი და ვაჟაზე წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელი სამსახური მაქვს, შინამო სამსახურად მუშაობ, მეტროდან გამოვიდი ძალიან ამაყი, ხერებგამართლული ქართველები გავიდა. ქვეყანაში, სადაც ინგლისურად ცაზეც კი ბეჭდავენ, ქართული გაზეთი მე-4 წელია გამოდის. მამული ძირითადად ლიტერატურული გაზეთია, სადაც ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები, ისტორიული და თანამედროვე ნარკვევები, ესეები და ანალიტიკური წერილები იბეჭდება.
იგი ერთდროულად ვრცელდება ამერიკასა და კანადაშიც, თუმცა მისი წაკითხვა ქართულ მკითხველს მსოფლიოს ყველა კუთხეში ინტერნეტის საშუალებით შეუძლია. მანჩარი ამბობს, რომ ყველაზე მძიმე გამოცემის პირველი წელი იყო, როცა ნიუ-იორკის სტამბაში 20 გვერდიანი გაზეთის გამოსაცემად უცნაური შრიფტი მიიტანა და რეგისტრაცია გაიარა. ამერიკულ სტამბაში ქართულ გაზეთს ნდობის ვოტუმი ისევ ჯორჯ ბუშმა აუმაღლა. შეეშალა და არაბულად იყო დაბეჭდილი გაზეთი. გაზეთის პირველი გვერდი ბოლოდან იწყებოდა და პირიქით უნდა გამიგაფურცლა. სურათი იყო ტუალეტის ქახალზე, ეხლა და ბინადენი. ამ წელს თანაც აგერ იმავე გვერდზე სადამ ჰუსეინის სურათი იყო. და საერთოდ გაზეთი არ გამოგვატანეს სტამბიდან, იძულებული გახდით რომ მთლიანად გადაგვეთარგმნა გაზეთი, წაეკითხა და 15 დღის შემდეგ, 15 დღის დაგვიანებით მიიღო კითხვა გაზეთი. რაც ბუში იყო საქართველოში, უკვე ისე აღარ უყურებენ გაზეთს. ისე ეჭვის თვალით? ისე ეჭვის თვალით აღარ უყურებენ, უკვე იციან რომ ჯორჯია ამერიკის ერთ-ერთი პარტნიორია და საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორია და ისეთი როგორც წინააღმდეგობები ქონდა აღარ გვაქვს. 2006 წლის 5 სექტემბერს ნიუ-ჯერსის შტატის სენატორმა ფრანკ ლაუთენბერგმა გაზეთ მამულის სახელზე ვაშინგტონში კაპიტოლიუმის თავზე ამერიკის დროშა აღმართა. ასეთი ტრადიციით ამერიკელები აღიარებას და პატივისცემას გამოხატავენ. თავად მანჩარ კაჭახიძე კი ვაშინგტონ პოსტში კორესპონდენტად მიიწვიეს. მამულის რედაქცია ერთი ოთახით შემოიფარგლება და იქ ყველაფერი საქართველოს უკავშირდება. გაზეთის რედაქტორიც თავადაა, დამკაბადონებელიც, ჟურნალისტიც და დამფინანსებელიც. რაღაცა ფორმით ჩემ პატარა სამშობლო, ჩემს ირგვლივ ვქნე. ის რამდენი ხალხი, რამდენი მეგობრები მყავს, აქვიკრიბებით ზოზოლოს ვასწავლე ქართულობა. თილის 6 საათზე გადავდივდი ხოლმე გარეთ, ჩემ მანქანას რო გადავთოლიდი, მათ მანქანებსაც გადავთოლიდი. შარშან, ჩემ მანქანა გადავთოლიდი და ისწავლეს. ქართველი ემიგრანტისთვის მანჰეტენი ტყუპების გარეშე ამერიკული ერის დაბადების სიმბოლოა. 11 სექტემბრის ტრაგედია მან საკუთარი თვალით სწორედ აქედან იხილა. მაშინ გაზეთ მამულის რედაქცია სწორედ ჯერსი სიტიში იყო. მაშინ გაზეთში დავწერე, რომ 845 წუთი დაიბადა ამერიკა როგორც ერი მეთქი. რადგან აქამდე ამერიკა სულ სხვადასხვა ერებისგან შემდგარი მხოლოდ ქვეყანა იყო და ერი და ისეთი მოწოდება როგორიც არის მაგალითად United States, God Bless America დაიბადა მაგ დროს. ახლა იქ არის, სადაც მოხვედრაზე მილიონები ოცნებობენ. თავისუფალ ცისფერ ქალბატონს ფოტოებს უღებს და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ტოლერანტული ერის შვილია, მაინც უყვირს, როცა არაბები მათი მოძმეების მიერ დატრიალებული ტრაგედიის ადგილს თავისუფლად და აუღელვებლად სტუმრობენ. ბევრი ადამიანი ნატრობს ამ ქვეყანაში მოხვედრას და კონკრეტულად ამ ადგილას მოსვლას. მაგრამ ჩემთვის, პირადად ჩემთვის, ბაგატის ტაძარზე არ ბენა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აქ ყოფნა. ჩემი აქ მოღვაწეობაც, აქ შრომაც, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის არის მიმართული, რომ ჩემი ღირსეულად დაბრუნება მოხდეს ჩემ ქვეყანაში, ჩემს საყვარელ ქალაქში. ისიც ყველა ემიგრანტივით დაბრუნებაზე ფიქრობს და მაინც აქ არის. ოცნებობს, გეგმავს, წერს და მუშაობს. ასეთია ერთი ქუთაისელი ჟურნალისტის ამერიკული ცხოვრება თბილისის დროით. მომავალ კვირაში TBC ბანკის